ამაო ჩვენოს მესამე და მეოთხე მუხლის განმარტება. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზე. წმინდა გაბრიელ ქიქოძე განმარტავს. რას ნიშნავს საყვარელნო ძმანო ეს სიტყვა? მოვიდეს სუფევა შენი. რა ვსთხოვთ ჩვენ ღმერთს ამით, რადგან ვიცით რომ იგი არის მეფე ცისა და ქვეყანისა. ნუ თუ არ მოსულა ჯერ სუფევა ღვთისა. სუფევა ღვთისა ორგვარია, ხილული და უხილავი. ხილულ სუფევაში იგულისხმება ყოველივე, რაც მან შექმნა, ცა და ქვეყანა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ყოველივე ამას უფალი მართავს. რაც შეეხება უხილავ სუფევას, იგი ადამიანის სულსა და გონებაშია. უხილავი სუფევა ღვთისა მდგომარეობს ჩვენს აზრებში, გრძნობაში, გულის თქმასა და ყოფაქცევაში. სუფევა ღვთისა მაშინ მოვა და დაიმკვიდრებს ჩვენ შორის, როდესაც ვიცხოვრებთ სიწმიდით, მყუდროობით, სიმშვიდითა და სიყვარულით. როდესაც ჩვენ ვამბობთ მოვიდეს სუფევა შენი, ჩვენ ვთხოვთ უფალს განწმინდოს ცხოვრება ჩვენი, რადგან როდესაც სხვა შეხედავს ჩვენს ღვთისნიერ ცხოვრებას თქვას, სწორედ მათ შორის არის ღმერთი, სწორედ მათ გულებში სუფევს ღმერთი. მაგრამ მარტო სიტყვით კი არა, საქმითაც უნდა ვითხოვდეთ ამას. ღმერთი არის წმინდა, უბიწო, მართალი. შენც უნდა ეცადო და დაემსგავსო მას სიწმიდითა და უბიწოებით. თუ კი გახსოვს შენი რჯული და ის რომ ღმერთი ყოველთვის გამოცდის შენს გულს და ყოველთვის ხედავს შენს საქმეს, ყოველთვის ესმის შენი სიტყვა და შენ გეშინია რომ არ აწყენინო მას, არც სიტყვით, არც საქმით, მაშინ შენ შეეწევი, ამკვიდრებ და ავრცელებ ღვთის სასუფეველს შენს ირგვლივ. ლუკა მახარებელი წერს და ჰკითხეს ფარისეველებმა, როდის მოვა სასუფეველი ღვთისა? მიუგო იესომ და უთხრა მათ, არ მოვა სასუფეველი ღვთისა ხილულად, არც იტყვიან, აჰა აქ არის ან იქ, რადგან აჰა სასუფეველი ღვთისა თქვენშია. რა ნეტარი მდგომარეობაა ეს, კარგად იციან მათ, ვინც საქმით გამოსცადა ეს, რადგან ძნელია სიტყვებით აღწერა იმ ნეტარებისა, როგორცაც განიცდის ღვთის მადლით ახსილი ადამიანის გული. სადაც უფალია თავისი მადლით, 60 იქ არის, იქვეა ცათა სასუფეველიც. იყოს ნება შენი. ამ სიტყვებს იმიტომ კი არ შევღაღადებთ, რომ ვინმე შეუძლია ღვთის ნებას ხელი შეუშალოს, არამედ ვევედრებით, რომ მან თავისი წმინდა ნება გამოგვიცხადოს და მის შესასრულებლად ძალა მოგმატყოს. თავად მან დაგვარიგა ვიქმოდეთ არა ჩვენს, არამედ ღვთის ნებას. მოგვიწოდებს, რომ მის მაგალითს მივყვეთ და სიკვდილამდე ღვთის ნებით ვიმოქმედოთ. როგორც ცაში, ასევე ქვეყანაზე. წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამბობს. ამ სიტყვებით ჩვენ ვევედრებით ღმერთს ანგელოზს და მსგავსად, რომელნიც ყოველთვის აღასრულებენ ღვთის ნებას სიკეთით, ასევე ჩვენც ვიყოთ აღმსრულებლები ღვთის წმიდა ნებისა. როგორც ზეცაში ყველაფერი წინააღმდეგობის გარეშე სრულდება, ასევე ჩვენ ადამიანებს შეგვაძლებინე, რათა არა ნახევრად შევასრულოთ ღვთის ნება, არამედ ისე ვიყოთ, როგორც შენ გინდა. შენი წმინდა ნება მარტო ჩემში და ჩვენში კი არ იყოს, არამედ მთელ დედამიწაზე. მოგვეცი უფალო ძალა, რათა მიუბაძოთ ზეციურ ცხოვრებას. ჩვენც იგივე ვისურვოთ, რაც თავად შენ გინდა. შეეწიე ჩვენს ნებას, რომელსაც სურს საღვთო საქმეთა კეთება, მაგრამ ცოდვა და სხეულის სისუსტე აბრკოლებს მას. ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, შენ ანგელოზნი გემსახურებიან ზეცას, შენვე გემსახურებით ჩვენც დედამიწაზე. შენ არ შეურაცხყოფენ ანგელოზნი ზეცას, არ უნდა შეურაცხყოთ ჩვენც აქ დედამიწაზე. როგორც ისინი აღასრულებენ შენს ნებას, ასევე ჩვენც შეგვასრულებინე იგი მიწაზე.